სომხეთში ხელისუფლებასა და ეკლესიის შორის დაპირისპირება პიკს აღწევს. გასულ კვირა დღეს ნიკოლ ფაშინიანი განკვეთილი მღვდლის მიერ ჩატარებულ წირვას დაესწრო. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეჭმიაწინის განათავისუფლებული პრაქტიკული ეტაპის დაწყება გამოაცხადა და ჰოვანავანქის მონასტერში წირვას დაესწრო, რომელიც ეკლესიის კანონების დარღვევით სამღვდლო ხარისხიდან განკვეთილმა მამა არამ ასატრიანმა ჩაატარა. ფაშინიანს თან ახლდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატები. სომხეთის სამოციქულო ეკლესიის უმაღლესმა სულიერმა საბჭომ დაგმო პრემიერის მხარდაჭერა სულის გამანადგურებული ინიციატივის მიმართ. პარალელურად საკათედრო ტაძარში ლიტურგიას თავად კათოლიკოს პატრიარქი გარეგინ მეორე უძღვებოდა, რომლის გადაყენებაზეც ფაშინიანი ბოლო თვეებია ღიად საუბრობს. პოლიცია მონასტრის ტერიტორიას გაძლიერებად აკონტროლებდა. წირვის დროს მოხდა ინციდენტიც. მამაკაცი, რომელმაც განკვეთილი მღვდლის ქმედება გააპროტესტა, ტაძრიდან გადაიყვანეს. Քրիստոնյա չէ։ Կարա քանգես խոսե։ Արքալուծը ձեր հերերն է։